ბატონი კოტე ჟღენტი გახლავთ კარიერის დიპლომატი, ძალიან გამოცდილი. ის 1990 წლიდან საქართველოს დამოუკიდებელი საქართველოს დიპლომატიის სამსახურშია. მობრძანდით ბატონო კოტე, დაბრძანდით თქვენთვის განკუთვნილ ადგილას, თუ შეიძლება. პირველ რიგში ბოდიშს გიხდით, რომ ამდენ ხანს მოგიწიათ ლოდინი. ძალიან დიდი ინტერესით ველოდებით თქვენთან საუბარს რამდენიმე მიზეზის გამო. პირველი ის არის, რითაც სანამ თქვენ შემობრძანდებოდით, მე უკვე საუბარი დავიწყე, რომ თქვენ 1990 წლიდან, მაშინ როდესაც დამოუკიდებელი საქართველოს დიპლომატია ყალიბდებოდა, იყავით უკვე მონაწილე ამ პროცესის საგარეო საქმეთა სამინისტროში, სადაც იკავებდით არაერთ მნიშვნელოვან თანამდებობას, დეპარტამენტის ხელმძღვანელი იყავით არაერთხელ. შემდეგ ბრძანდებოდით უკვე მომდევნო წლებში ჩვენი ქვეყნის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ევროპულ ქვეყნებში, იტალიაში, ავსტრიაში, უნგრეთში და თქვენ ვინაიდან მე საჯარო სამსახური საგარეო საქმეთა სამინისტროში დავიწყე, შემიძლია უფრო თამამად თქვა, რომ იყავით ყოველთვის ერთ-ერთი ის ავტორიტეტი, რომელსაც აზრს ეკითხებოდნენ ხოლმე, ექსპერტულ აზრსაც და ამიტომ არის თქვენ დღეს ჩვენთან მობრძანება ძალიან მნიშვნელოვანი. ბოლო დროს თქვენ უკვე შუა აზიის რამდენიმე ქვეყანაში წარმოადგენდით ელჩის რანგში ჩვენს ქვეყანას, ბრძანდებოდით უზბეკეთში, რომ გამოვყოთ ეს კონკრეტული ქვეყანა და შემდეგ უკვე არაბულ ქვეყნებში, ქუვეითში იყავით საქართველოს სრულუფლებიანი, საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი. ბატონო კოტე, ჩვენ ამ წარდგენის შემდეგ, რომელიც რა თქმა უნდა არ არის ამომწურავი, უნდა გთხოვოთ, რომ იმ დოკუმენტს, რომელიც თქვენს წინაშეა, ხელი მოაწეროთ, თქვენ უკვე ხელი მოგიწერიათ, დიდი მადლობა, ეს არის გაფრთხილების ტექსტი და შევუდგეთ საუბარს. თქვენ იმედი მაქვს, რომ შეძელით და მოგესმინათ ქალბატონი მაკა ბოჭორიშვილის გამოსვლისთვის, საგარეო საქმეთა მინისტრისთვის, კომისიის წინაშე სულ ახლა დატოვა დარბაზი ბატონმა ვიქტორ დოლიძემ, რომლის სხვადასხვა თანამდებობიდან გამომდინარე ახსნა განმარტება იყო ძალიან მნიშვნელოვანი და ჩვენ მოვისმინეთ ასევე ბატონი გივი მიქანაძის, დეპუტატის, კომიტეტის თავმჯდომარის, არაერთი ევროპული დელეგაციის ხელმძღვანელის ახსნა განმარტება და დავით ბაქრაძის, რომელიც იყო სახელმწიფო მინისტრი და ასევე იყო და არის სრულუფლებიანი ელჩი ჩვენი ქვეყნის. ჩვენი თხოვნა იქნებოდა, რომ ერთი მხრივ თქვენი მდიდარი გამოცდილებიდან გამომდინარე და მეორე მხრივ როგორც ექსპერტი ამ დარგში, თქვენი წინამორბედი გამომსვლელების მიერ ჩვენ წინაშე მოტანილი ზოგ შემთხვევაში სრულიად დაუჯერებელი და გაუგონარი ფაქტები და ინფორმაცია, რომ შეაფასოთ თავისუფალი თხრობის რეჟიმში და შემდეგ დაგისვამდით თქვენი ნებართვით კითხვებს. გთხოვთ. მოგესალმებით. ძალიან დიდი მადლობა უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოს ესეთ მნიშვნელოვან კომისიაზე მოწვევისთვის. მართალი გითხრათ, რომ მივიღე ეს მოწვევა, გამიკვირდა ცოტა, იმიტომ რომ ვიფიქრე, რომ არა ვარ ახლა მე ესეთი განსაკუთრებული ფიგურა, რომ ესეთი საპასუხისმგებლო საპატიო კომისიაზე წარვდგე, მაგრამ მე ვიფიქრე და ცოტა არა მოით უფრო დიპლომატად არც ისე ბევრია დარჩენილი ის ადამიანი, რომელიც პირველი დღიდან მუშაობდა საგარეო საქმეთა სამინისტროში, 4 მთავრობის განმავლობაში მუშაობდა და 16 მინისტრობის განმავლობაში. ამიტომ რაღაცა ცოდნა და გამოცდილება ალბათ დავაგროვე და ალბათ ეს არის მიზეზი, ვიფიქრე, რომ ჩემ აზრს მეკითხებიან ხო. და დიდი მადლობა ამისთვის კიდევ ერთხელ. მადლობა თქვენ მობრძანებისთვის, ძალიან მოკრძალებულად წარმოაჩინეთ თქვენი თავი. ხო, ეს მე ასე მგონია. და საქმე იმაშია, რომ მე მინდა დავიწყო სანამ ზოგად შეფასებას გავაკეთებ, ძალიან ყურადღებით უსმენდი თქვენს
დისკუსიას და შეხვედრას ჩემს უმცროს კოლეგასთან ბატონ ვიქტორთან. და მე მინდა ბატონ ალუდას უთხრა ერთი რამე. თუ შეიძლება ჩემი აზრი გითხრათ. თქვენ საქართველოზე ელაპარაკეთ, ქართველებზე ელაპარაკეთ და მე თქვით, ხო, მანამდე თქვით რომ მოდი სიმართლე ველაპარაკეთ, თავარი ის არის რომ ყველაფერი ითქვასო ეხლა. და მე იკითხეთ რომ ხომ იციან ეს იქო. უკაცრავად ბატონმა ალუდა, მაგრამ არ იციან. 90 არ ვიცი ხე პროცენტებს ვერ ვიტყვი, მაგრამ ჩემი გამოცდილება 33 წლიანი გამოცდილებიდან რაც მე შეხვედრილი ვარ პოლიტიკოსებს, დიპლომატებს და იმათ, აი რაც თქვენ ბრძანეთ საქართველოსზე, რაც ჩამოთვალეთ ჩვენ მეზობლობაზე, მეგობრობაზე, არ იციან და ძალიან დიდ ბოდიში არც აინტერესებს უმეტესობას გაიგონენ. ეს ჩემი გამოცდილებიდან გეუბნებით. ეს არის რეალობა. და ჩვენ ანუ რისი თქმა გინდათ მაპატიეთ რომ ჩაგეჭერით რომ ზემოდან გვიყურებენ? არა, ზემოდან კი არ გვიყურებენ, უბრალოდ თავიანთი განათლების პერიოდში საქართველოსზე ინფორმაცია არ აქვს იმდენი რომ აი ესე იცოდნენ ეს ქვეყანა რას წარმოადგენს. ერთი მაგალითი მინდა გავიხსენოთ ძალიან მოკლედ. 92 წელს ჯერ სულ ახალი ბატონო ნახეთ შეგაწყვეტინებთ რადგანაც მე მომართეთ და ძალიან მნიშვნელოვან საკითხს შეეხეთ ქალბატონ მათიამ დასვა საკითხი და თქვენი პასუხი იყო რომ არიციან, ანუ იმ პერიოდში მათი განათლება და შესაბამისად საქართველოსთან დაკავშირებით არიციან. მაშინ ლეგიტიმური და ბუნებრივი კითხვა ჩდება. ანუ ეს ვინ უნდა გააგებინოს? ხო, რა ვიცი, ჩვენი მუშაობაა საჭირო ალბათ მთლიანად. ხო, რელევანტური კითხვა იქნება. ქვეყნის მუშაობაა საჭირო იმისთვის, რომ ჩვენი ცხოვრება კიდევ უფრო გაიზარდოს. განსაკუთრებით პოლიტიკოსებში და ისეთ, მაგრამ ნუ აქ მივალ მე იმ საკითხთან, რომ ანუ თავარი რა არის ქართველმა ხალხმა, ქართველი ხალხი ამ დიად მიზნებს და ჩვეულებას და კულტურას რაც მე ვახსენე, აქ ხო არაფერი არ არის სადაო და ტყუილი ან რაიმე ფაქტობრივი უზოსტობა ხო არსე არის? არანაირი. მაგრამ მაგაშია საქმე, ეხლა რაც რისი თქმაც ვინ უნდა გააგებინოს იმას? ეხლა რისი თქმაც მინდოდა, ერთ მაგალითს მოვეყვან. 92 წელს საერთაშორისო კონფერენცია გავუმართეთ პირველი საგარეო საქმეთა სამინისტროში, სადაც მოწვეული იყვნენ ამერიკელებიც, რუსებიც იყვნენ სხვათა შორის და იქ ჩამოსული იყო აზგარდაცული, ჩემი აზრით ერთ-ერთი ყველაზე დიდი სოვეტოლოგი და კრემლინოლოგი, ასე ვთქვათ, ბატონი რიჩარდ პაიფსი. ჰარვარდის პროფესორი მეუღლესთან ერთად იყო, რომელსაც საკმაოდ კაი წიგნები აქვს დაწერილი, ისეთი ძლიერი და ერთი ქართულადაც არის ნათარგმნი, საკუთრება და დემოკრატია ქვია. და ის რიჩარდ პაიფსი შეესწრო ჩვენ დისკუსიას რუსებთან. იქ კორტუნოვი იყო და სხვები, ვინც ეხლაც აქტიური პოლიტოლოგები არიან და ძირითადად აფხაზეთის საკითხზე და აი ტრაქტატის საკითხზე, ასე ვთქვათ, უკაცრავად დავეჯახეთ ერთმანეთს და ყველაფერი ამის მოსმენის მერე საღამოს ვახშამზე ესეთი რამე გვითხრა. ერთი ორი ჭიქაროდალი. ერთ რამეს გირჩევთო რა. როდესაც დასავლელებს და განსაკუთრებით ანგლოსაქსებს ელაპარაკებითო, აი დღეს რაც თქვენ ელაპარაკეთ აფხაზეთზეო, რომ აფხაზეთი ჩვენია, იმიტომ რომ ისტორიულად ჩვენი მიწაა, იმიტომ რომ იქ ჩვენი სისხლის ყივილია, იმიტომ რომ იქ ჩვენი წინაპრების ძვლებია. აი ესეთ რამეებსო, მანდამაიც ნუ ეტყვითო, იმიტომ რომ ვერ გაიგებენო და თუ გაიგებენო პირველ რიგში მაინც ინტერესს დააყენებენ პოლიტიკურს ან თავის ქვეყნის ინტერესს ან თავის პოლიტიკურ ინტერესსო და ამიტომ როცა იმათ დაელაპარაკებით ეცადეთო რომ ეს ამით კი არ დაიწყოთ ლაპარაკი თქვენი ინტერესებიდან გამომდინარე ელაპარაკოთო ინტერესი რა აქვს თქვენს ქვეყანას და ნუ აი ეს რისი ნაკლებობასაც მე ვხედავ კი ითქვა აქ და ძალიან სწორად ითქვა რამდენიმე გამოსვლაში თავარი ინტერესია და რატო ხდებიან ისინი ისე იმ ოპოზიციის წარმომადგენლებს ეგრეთ წოდებული რომ იმიტომ რომ მათი ინტერესი ემთხვევა იმათ ინტერესს იმიტომ რომ იმათ უნდათ რომ საქართველოში იყოს ისეთი მთავრობა რომელიც გაატარებს მათ ინტერესებს და არა ქვეყნის ინტერესებს და ამათ კიდევ უნდათ რომ ყველა საშუალებებით ოპოზიციას გულისხმობ თავისი ინტერესი გაატარონ რომ დაბრუნდნენ ხელისუფლებაში. თითქოს ძალიან მარტივია, მაგრამ ესე მარტივად არავინ არ ლაპარაკობს, წიაღსულებს ეძებენ ხოლმე და ამ დროს ეს არის ინტერესი ერთი მხრიდან და ინტერესი მეორე მხრიდან. ემთხვევა
მათი ინტერესები ერთმანეთს და ამიტომ ის ყოველთვის იმას უფრო მოусმენს და პირიქით ტყუილიც რომ თქვას და შავზე თეთრი იტყვის რომ კი ბატონო მე იმას ვეთანხმები იმიტომ რომ ის ჩემი ინტერესის გამტარებელია ეს არის მე მგონი რომელიც არის ძირითადი და მე ამას მოყვება დანარჩენი ყველაფერი რაც ითქვა მე საერთაშორისო ორგანიზაციებში არ მიმუშავია ვიკას უკაცრავად ბატონი ვიქტორისგან განსხვავებით ჩვენთვის ყოველთვის ვიკა იყო ხო ამიტომ ელჩობიდან გამომდინარე და ერთი პერიოდი ჩვენი რეგიონის წარმომადგენლებთან და საერთაშორისო ორგანიზაციებთან გამოცდილება მაქვს თანამშრომლობის, როცა ვიყავი საგანგებო დავალებათა ელჩი კონფლიქტებში, სამხრეთ კავკასიაში კონფლიქტების საკითხებში. მაშინ სომხებს, აზერბაიჯანელებს, ხლებოით აფხაზებს, ოსებს საქართველოში, უცხოეთში და იქაც განსაკუთრებით ეს არასამთავრობოების პოზიცია და მათი თანხვედრა უცხოელების პოზიციასთან. იმიტომ რომ იცით რა აზროვნების მიმართულება აქვთ ერთი აი უცხოელებს ისინი არიან ლიბერალ-გლობალისტები რომლებიც კოლეჯში ესე სწავლობდნენ უმაღლესში ესე სწავლობდნენ მათთვის ყოველთვის თავარი იყო რომ ერის სახელმწიფოს ანუ ეროვნული სახელმწიფოს ანუ სახელმწიფოს როლი თანდათან ქრება და ის კი არა ბატონ ფუკუიამას მე მგონი გონია რომ საერთოდ გამქრალია უკვე და საერთაშორისო ორგანიზაციები რეგიონული დონეს იქნება თუ საერთაშორისო დონეს იმათ ხელში იქნება ყველაფერი არასამთავრობოებთან ერთად. და ეხლა რაც მოხდა ბოლოს აი დარტყმამ გეოპოლიტიკურმა რომელიც აი ეს მათი ეს შეხედულება აბსოლუტურად წაშალა პრაქტიკულად. აი იმიტომ არიან ესეთ სუდღეში ცალკეულ ქვეყნებში თუ იგივე ეს ევრობიუროკრატები. იმიტომ რომ რასაც მთელი ახალგაზრდობა სწავლობდნენ, რასაც ასწავლიდნენ 90-იან წლებში ერთი 4 წიგნია გამოსული სათაურით საერთაშორისო ურთიერთობების გლობალიზაცია. რომლითაც ოქსფორდში მაგალითად პირდაპირ დაიწყეს ამათი სწავლა. მე და ცხონებული ალექსანდრე რონდელი ვიყავით ერთხელ და აი პირდაპირ შევხვდით იმ ავტორებს ვინც დაწერეს ეს წიგნი. საერთაშორისო ურთიერთობის გლობალიზაცია. იქ პირდაპირ იყო ლაპარაკი რომ რა არის სახელმწიფო, რა საქართველო, რა ასე ვთქვათ უნგრეთი და იქ ისეთ ქვეყნებს ვიძახი, სადაც აი ეს ისევ ტრადიციები და ისევ თავიანთი ეროვნულობა და თავისი წინარი წამოწეული. ეს ყველაფერი წაიშლება და წინ წამოვა სოფლიო თავრობამდე მივალთ ამ საერთაშორისო ორგანიზაციების და იმის მეშვეობით. ეს არაფერი არ გამართლდა. უკან მიდის ეს პროცესი. უკან მიდის არა მარტო ჩვენნაირ პატარა ქვეყნებში, არამედ ვიქტორმაც თქვა რა ხდება საფრანგეთში, რა ხდება გერმანიაში და ევროპის წამყვან ქვეყნებში ხდება ესეთი ავსტრიაში მემარჯვენეები ვთქვათ ჰოლანდიაში და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. ამიტომ ჩვენ როგორც ნაწილი, როგორც პატარა ქვეყანა, რომელიც აუცილებლად ნაწილი ვართ ამ გლობალური პროცესის და თან ვართ უკიდურეს სამხრეთ აღმოსავლეთ ევროპაში და თან ზუსტად საზღვარზე აღმოსავლეთსა და დასავლეთ შორის, ევროპასა და აზიას შორის. ქვეყანა, რომელსაც შეთვისებული გვაქვს მთელი ჩვენი ისტორიის მანძილზე რაღაცეები, მოდით ესე ვთქვათ, როგორც კარგი, ისე ცუდი, როგორც დასავლეთიდან, ისე აღმოსავლეთიდან და ჩვენ დასავლელობას პირველ რიგში განაპირობებს და საკმაოდ ძლიერად ჩვენი ქრისტიანობა, ჩვენი რელიგია და ჩვენი რწმენა, ჩვენი თორე დანარჩენები ტრადიციებს რო შევხედოთ ჩვენსას რაც მაგალითად ბატონ ჰანტინგტონს გამოყოფილი აქვს ცივილიზაციურობაში. ეს არის კულტურა, ეს არის ტრადიციები, ადათ-წესები, მუსიკა, ხელოვნება და ის ქართულს რო გადავხედოთ, ძალიან ბევრია როგორც დასავლური, ისე აღმოსავლური. და ეს ხელს არაფერში არ გვიშლის. რომ ვიყოთ მისწრაფება გქონდეს დასავლეთისკენ და ევროპისკენ, მაგრამ ის ტრადიციები, რომელიც აი ამ ჩვენ ხელოვნებაში გამოიხატება აღმოსავლური და სხვათა შორის კარგი იქნება თუ იგივე დიპლომატიაში აღმოსავლურს ცოტა მეც უფრო დაფიქრებულს და უფრო ზომიერს და უფრო ისეთ პოლიტიკას აწონ-დაწონილს უფრო შევხედავთ ვიდრე დასავლურს. მე მგონი
კარგი იქნება. აი ეს თქვენი დისკუსია ბატონ ვიქტორთან ეს რაღაცები ეს საკითხები იქ გამოჩნდა და ვიქტორმა შეეცადა თავის გამოცდილებიდან ესაუბრა ამაზე და მე ორ მომენტს მოვყვე მარტო ჩემი გამოცდილებიდან რომელიც ძალიან ჩამჩა და აი შემდეგ კი ბატონო ჯობია რომ კითხვები დამისვათ და კითხვებს უპასუხო. პირველი უკავშირდება 2008 წლის ომს. მაშინ უნგრეთში გახდით. მაშინ ისე მოხდა რომ მე ჯერ ვიყავი ელჩი ავსტრიასა და უნგრეთში, ხო იტალიაში ელჩი არ ყოფილვარ, იტალიაში დესპანი ვიყავი. მე ელჩის მოვალეობას ვასრულებდი, სანამ ერთი ელჩი არ იყო და მეორეს დანიშნავდნენ, რომ ისე არ გამოვიდეს, რომ ეს თქვენი იტალიაში ელჩი იყავით, რომ დაგაწინაურეთ ბატონო კოტი და ხო და აი აქ კიდე დამაქვეითეს. იმიტომ რომ ნუ ამასაც რაღაცა მიზეზები ქონდა. ელჩი ვიყავი ავსტრიას და უნგრეთში და მე რამდენჯერ აღარ მახსოვს 4-ჯერ მოხდა ეს თუ არა ეუთოში და ავსტრიაში და უნგრეთში საელჩოების გაერთიანება დაყოფა 3-ჯერ მინიმუმ. აი მაშინ მანამდე გაყოფილი იყო მე ვიყავი ელჩი ავსტრიას და უნგრეთში. ბატონი გიგა ბურდული ცხონებული დარჩა ელჩი ეუთოში და მე გაერთიანეს ისევ ეს ორი საელჩო, ბატონი ვიკა დანიშნეს ელჩად, მე დესპანად ჩამომიყვანეს და მაგრამ მე ვიყავი ბუდაპეშტში. მე ვიყავი პრაქტიკულად ცალკე და იქ ელჩიც ვიყავი კონსულის და ყველაფერიც ვიქტორი იყო ვენაში. რა თქმა უნდა ერთად ხელმძღვანელობას ახორციელებდა. ხო, მაგრამ იქ ჩემი ოფისი მქონდა და აი ეს 4 წელი პრაქტიკულად შევამზადე პირობები იქ საელჩოს სრულყოფილი საელჩოს გახსნისთვის. 7-ში საღამოს მომივიდა ცირკულარული ფაქსით, ცირკულარული წერილი სამინისტროდან. მაგათ მოგეხსენებათ რა არის ცირკულარული წერილი, ყველა საელჩოებს და წარმომადგენლობებს დაუგზავნეს 7 აგვისტოს საღამოს. 2008 წლის 7 აგვისტოს საღამოს, იმიტომ რომ 8-დან გაითიშა ყველაფერი. 8-დან არანაირი კონტაქტი აღარ იყო საქართველოსთან. და ამ წერილში ეწერა იგივე, რაც ძალიან ხშირად მოგვისმენია, როცა კადრებს აჩვენებენ მიხეილ სააკაშვილის გამოსვლის. იმაში ეწერა, რომ ჩვენ ვაკონტროლებთ პრაქტიკულად მთლიანად ყოფილ სამხრეთ ოსეთს, ჯავის გარდა, პრაქტიკულად გასულები ვართ გვირავთან და აღვადგინეთ იქ წესრიგი და ეხლა წაბრძანდით ადგილსამყოფელი ქვეყნის საგარეო საქმეთა სამინისტროში, მოითხოვეთ შეხვედრა ან მინისტრთან ან მოადგილესთან და იმუშავეთ იმაზე, ეს ძალიან საინტერესო მომენტია, რომ რუსეთმა ამაზე არ მიცეს მწვავე რეაქცია. რომ რუსეთისგან ამას არ მოყვეს ესეთი აგრესია საქართველოს მიმართ. მე როგორც კანონმორჩილი კი ბატონო ცოტას დავაზუსტებ რა. ისედაც ვიცით, მაგრამ აი ამ კომისიაზე კიდევ უფრო გამოჩნდა ყველა პირმა, რომელიც გამოიკითხა, მათ შორის გენერლებმა, რომლებიც უშუალოდ ხელმძღვანელობდნენ, ან უშუალოდ უნდა ხელმძღვანელოთ ამ მოქმედებებისთვის, თქვენს რომ 7-ში საღამოს 23 საათსა და თქვა 45 წუთზე დაახლოებით დაიწყო საბრძოლო მოქმედებები. მანამდე არაფერი არ ხდებოდა ქვეყანაზე და თქვენ 7-ში საღამოს, ანუ როცა თქვა 2 საათია განსხვავება, ხო? ამ შემთხვევაში უნგრეთის დროსა და საქართველოს დროს. ანუ 23 საათამდე ბევრად ადრე მიიღეთ ეს ცირკულარი, რომ უკვე ვაკონტროლებთ გარკვეულ ტერიტორიებს. კი, ესე ამის გადამოწმება იქნება საგარეო საქმეთა სამინისტროში საუცილებლად ეს წერილი. მე უბრალოდ იმას ვერ შევინახავდი, ის ოფიციალური დოკუმენტია. კი, ბატონო, წინასწარ მიიღეთ ასეთი საერთოდ არ არის საბრძოლო მოქმედებები დაწყებული და ცირკულარი მოდის, რომ ვაკონტროლებთ პრაქტიკულად იმამდე როკის გვირაბამდე ტერიტორიას. კი ბატონო, 8-ში დილას ავდექი წავედი საგარეო საქმეთა სამინისტროში და მოვითხოვე იქ ქალბატონი იყო ერთი, რომელიც ჩვენ დეპარტამენტს ხელმძღვანელობდა, სხვათა შორის მოსკოვში ქონდა მგიმო დამთავრებული და მშვენიერ რუსულს საუბრობდა და მუშაობდა კიდევ რაღაც პერიოდი რუსეთში, უნგრეთის საელჩოში. ის ქალბატონი დამხვდა, იმასთან მივედი და მეუთხე მინისტრი აქ არ არისო, წასულიაო. მეუთხე მაშინ მოადგილესთან შევიყვანე. მაჩვენე რა მოიტანეო, წაიკითხა. და მეუნება რომ შენო დღესდილას CNN-ს უყურეო? არამეთქი არ მიყურებია ისე წამოვედი რომ არ მინახე. შემოდით ჩემთან კაბინეტში. შევედით და ჩამირთო CNN-ი.
და ზუსტად იმ მომენტში ჩართო, ეკას ღულაძე რო იძახის ნუგეშინიათ ტანკმა ორჭოსანთან აუხვიაო. ხო და მეუბნება რომ აი ეს წერილი ახლა როგორ მიცეო, გინდა მოადგილეს, გინდა მინისტრს. აი ესეთ სირცხვილი ჩემ ცხოვრებაში როგორც დიპლომატს არ განმისდია იქ რომ მე განვიცადე მეთქი. რა ვქნა ახლა რა უპასუხო ამას. ნუ კაი რა ვქნა მეუთხარი, ნუ რახან ესეთ სიტუაცია ეტყობა, ისე ჩქარა მოხდა ეს მოვლენები და ისე ჩქარა მოვიდნენ თბილისთან, რომ უკვე აზრი აღარ აქვს მეუთხარი ამ წერილის თქვენთან გადმოცემას და ამიტომ ბოდიში მეუთხარი და ავიღე ეს წერილი და წამოვედი უკან. ხო და ეს ერთი მომენტი და მეორე მომენტი იყო დაკავშირებული უკვე ახალი ხელისუფლების შემდეგ, როცა უზბეკეთში ვიყავ ელჩი. კარგი ურთიერთობა მქონდა ძალიან ლატვიის ელჩთან. ნუ ისეთი ახალგაზრდა ადამიანი იყო ჩემთან შედარებით, მაგრამ ძალიან განათლებული ისეთი და ნუ ბევრი საერთო აღმოგვაჩნდა ჩვენ მას და კიდევ ერთი სლოვენიელი დიპლომატი იყო, რომელიც ევროკავშირის ელჩი იყო უზბეკეთში იმასთან, ვისთანაც მეგობრობდი და ხშირად რაღაცა ერთად ვისხედით ხოლმე და ერთხელ ეს ვხედავთ და მეუნება ეს რომ 2015-ია 14 ნამდვილად არ არის 14-ში დამნიშნეს უზბეკეთში და ტაჯიკეთში ალბათ უფრო 15-ია მეუნება რომ ჩემი კოლეგაო რომელიცო ჩვენ მეზობელ ქვეყანაშიო მუშაობსო მეუნებაო რომ კაცო საქართველოს ელჩი დადისო და სადაც მევა ყველგან ლაპარაკობსო თუ კაი რამე გააკეთა საქართველოში ვინმე მეს მიშა სააკაშვილია და იმის მერე პრაქტიკულად არაფერი გაკეთებულა ან რას აკეთებთო ან ეს ახალი მთავრობაო და ან ელჩი ესე რატო ლაპარაკობსო თავის კოლეგებთანო ხო და ნუ გამიგვერდა ძალიან ხო და რა ვიცი მე უთხარი არ ამგონია რომ ესე იყოს მეთქი რას ვეტყოდი ახლა მაგრამ ნუ ამანაც ძალიან ისეთი ცუდი ის დატოვა ჩემში რომ არ შეიძლება როცა დიპლომატი ხარ და ელჩი ხარ რომელიმე პარტიის ელჩი იყო ეს ცნობილი ამბავია და დიპლომატიის სახელმძღვანელოებში წერია შენ ქვეყანას წარმოადგენ რომელიმე პოლიტიკურ ძალას კი არა და როდესაც ამას კარგავ ამის შეგრძნებას და ხთები რომელიღაც პოლიტიკური ძალის ელჩი მაშინ ვერ ასრულებ ისე რა თქმა უნდა როცა ელჩი ხარ მინიმუმ ლოიალური მაინც უნდა იყო თავრობის არსებული მთავრობის და მისი პოლიტიკის მიმართ გნებავთ საშინაო და გნებავთ საგარეო თუ არა ხარ მინიმუმ ლოიალური მაინც უნდა დაიხუროქვით და წახვით ხო და თუ მუშაობ მაშინ ამის გაკეთება არანაირად არ შეიძლება რომ წახვიდე და ნუ თუნდაც საუბრით შენ წირა მთავრობის მომხრე იყო და ზიანი მიაყენო აი ჩემი აზრით ძალიან ცუდი ის იყო აქ ძალიან ბევრი თქვა კოაბიტაციაზე ჩემი აზრით არც ისე კარგი იყო დიპლომატიურად რო თქვათ რომ კოაბიტაცია ყველაზე უფრო საგარეო საქმეთა სამინისტროს შეეხო ყველა იმას შეეხო რა თქმა უნდა სახელმწიფო უწყებას მაგრამ ნუ ჯობდა რომ ესე ძალიან არ შეხებოდა მე ესე მგონია ეს ორი მომენტი რომელიც რაღაცნაირად ჩამებეჭდა სავით და სულ რაღაცა რო არ დაგემალოთ ახლა რაღაცა ესეთ იმას წინსწერ რამეს მემუარებს კი არა მე რა ისეთი ადამიანი ვარ ახლა მემუარები დავწერო მაგრამ ნუ რაღაცა ესეთი მომივიდა აზრად რომ ახალ ქართულ დიპლომატიაზე ან უახლეს ქართულ დიპლომატიაზე ესე ქვია პირობითად რეალ პოლიტიკა და ახალი ქართული დიპლომატია ჩემი რაღაცები და იქ მაქვს ეს ორი მომენტი იქაც გამოყოფილი წინასწარ თქვი ახლა ხო და აი ეს მომენტები ისეთი სამსახურისთვის იმიტომ რომ მე თუ რამის თქმა შემიძლია და რამის ინფორმაცია მაქვს პოლიტიკური შეფასება შემიძლია გავაკეთო და მე მგონი უკვე გავაკეთე და კიდე დავამატებ რომ ქვეყნის ინტერესების ღალატი არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება არანაირ დონეზე და არანაირ საერთაშორისო ორგანიზაციაში ეს არის წითელი ხაზი რომლის გადაკვეთაც არ შეიძლება არ უნდა ავნო შენ ქვეყანას იმიტომ რომ ავნებ შენ ქვეყანას და შენ ხალხს შენ არ ავნებ რომელიმე პარტიას და რომელიმე პოლიტიკურ ძალას ამითი და რაც ხდება ახლა კი არა უკვე საკმაოდ დიდი ხანია სწორედ ამას უყურებთ და
აი ამას თუ დავძლევთ, ეს იქნება რაღაცა წინაპირობა იმის, რომ უფრო ძლიერები ვიქნებით ჩვენი ინტერესების დაცვაში, როგორც დამოუკიდებელი სუვერენული ქვეყნის. საერთაშორისო ასპარეზი. რა ვიცი, აი შესავალი დიდი რო არ გამომივიდეს და დიდი მადლობა. კითხვებს გიპასუხებთ სიამოვნებით ჩემი კომპეტენციის ფარგლებში. დიდი მადლობა ბატონო კოტე. ბატონი გურამს აქვს კითხვა, ბატონი სოზარი, მე მაქვს ერთი კითხვა და ალბათ კოლეგებსაც ხვებს ექნებათ შეკითხვები. გთხოვთ ბატონო გურამ. მადლობა, მოგესალმებით ბატონო კოტე. თქვენ ბრძანეთ რომ არ არის საკმარისი ინფორმაცია საქართველოსთან დაკავშირებით უცხოეთში და რა თქმა უნდა, გეთანხმებით რომ უფრო მეტი ალბათ მუშაობა იქნებოდა საჭირო, მაგრამ თქვენგან რა მაინტერესებს როგორც გამოცდილი დიპლომატისგან. ეხლა დავიჯერო ნაცმოძრაობის საქართველოს უფრო კარგად იცნობენ, ასე თავგამოდებით რომ ადვოკატირებას უწევენ ხოლმე ნაცმოძრაობის რეჟიმს, თუნდაც ევროპარლამენტარები, ევროკომისიის წარმომადგენლები და ასე შემდგომ. ანუ კითხვა რაში მდგომარეობს, რომ ეს მესმის რომ რაც უფრო მეტი ეცოდინებათ, უფრო კარგია, მაგრამ რამდენად ობიექტურად იყენებენ, თუნდაც რაც იციან იმ ინფორმაციას, იმიტომ რომ ვიმეორებ, ელჩები იქნება აქ მყოფი ელჩები ქვეყნების თუ ევრობიუროკრატები იქნებიან თუ ევროპარლამენტარები იქნებიან. ისეთ საკითხებზე მოუწოდებენ ქართულ საზოგადოებას, გნებავთ არჩევნებში ხმავის მისცენ, გნებავთ ტრადიციები როგორ უნდა უარყონ და კაცების ქორწინება დააკანონონ, თორე ცივილიზაციაში ჩამორჩება საქართველოს და ასე შემდგომ. ანუ თქვენ როგორ უყურებთ ამას? ეს ხო არ არის უფრო მეტად სუბიექტური, რომ ბევრიც არაფერი არ იციან, თუმცა როცა უნდა იქაურ ბიუროკრატს რომ იყოს ადვოკატი, თქვათ, ნაცმოძრაობის რეჟიმის, სულაც არ ჭირდება ცოდნა საქართველოსთან დაკავშირებით და აი სწორედ ამიტომ აკეთებს ამის ადვოკატირებას. აი ეს არის კითხვა. ამაზე ვიქტორმაც გიპასუხათ, ვიკამას და მეც იგივეს გიპასუხებთ. არ აინტერესებთ აბსოლუტურად, რაც იციან, იმასაც არ იტყვიან. თუ მათ ინტერესებში არ არის და მათ ინტერესებში არ არის ახლა იმაზე საუბარი, რას აკეთებს ქვეყანა და მთავრობა. რა წარმატებები აქვს ქვეყანა მთავრობას და მათ ინტერესებში არის აქ შეიცვალოს არსებული მთავრობა და ამიტომ აჟღერებენ საუბრობენ იმაზე, რასაც ეუბნებიან ჩასულები. ეს თქვი უკვე მე და მე მგონი ეს არის მთავარი აქ. კი ბატონო, ანუ კონტექსტი არის ეს, რომ წინა ხელისუფლება, რომელმაც უამრავი დანაშაული ჩაედინა და ესეც კარგად იცოდნენ და კიდევ უფრო გამოჩნდა ახლა ბოლო 5 თვეში. ხო თქვა უკაცრავად, თქვა ვიქტორმა, რომ არ მაინტერესებს, რომ არ გვაინტერესებს. კოჰაბიტაცია წინა რეჟიმის მიმართ უნდა კონდეს და დღევანდელი ხელისუფლების მიმართ, რომელსაც უბრალოდ ბრალს ვერ უყენებენ, ვერაფერში სანქციებს ითხოვენ. აი ეს არის მათი სიმართლე, ხო ესეა? დღევანდელი სახელმწიფოს მიმართ, ქართველი ხალხის მიმართ ვიზა ლიბერალიზაციას და სიკეთეების წართმევა უნდათ. მაშინ როდესაც უბრალოდ ვერ ასახელებენ რა ჩაიდინა არასწორი ქართულმა სახელმწიფომ და ქართულმა ხელისუფლებამ. აქ სანქციებს ითხოვენ და რევოლუციას ითხოვენ და იქ როდესაც ხალხს ანადგურებდნენ და ხოცავდნენ იმ რეჟიმის მიმართ, ითხოვდნენ კოჰაბიტაციას. აი ეს არის რეალობა. კი ბატონო, და გარდა იმისა, რომ აი რაც თქვენ ბრძანეთ იმას აკეთებენ, მე დარწმუნებული ვარ, არსებულ ხელისუფლებაშიც სხვადასხვა დიპლომატები და საელჩოები ეძებენ ისეთ ადამიანებს, რომლებიც შეიძლება ასე ვთქვათ, გადაიყვანონ თავის მხარეს. ანუ დააინტერესონ ისეთი რაღაცით, რომ შეიცვალოს პირიქით. იმ შეხედულებაზე კი არ იდგეს მტკიცეთ, რაზედაც ბატონი ალუდა ლაპარაკობდა დიდი ხანი. არამედ შეიცვალოს თავისი შეხედულება და მათი ინტერესები გაატაროს. მე ამაში დარწმუნებული ვარ და ზოგჯერ არის ხოლმე საუბარი, რომ ამ პერიოდში გამოსდიოდათ კიდევაც ესეთი რაღაცები, რა ვიცი. თავად მთავრობა ლაპარაკობს ამაზე და ხელისუფლება. მადლობა ბატონო კოტე, ბატონი სოზარი. ძალიან დიდი მადლობა ბატონო კოტე, ძალიან საინტერესო იყო თქვენი მოხსენება, თქვენი ესი განმარტებები. ბატონი მაგურამ რა თქვა დაახლოებით იმას ვიმეორებ და წეღან რაც ვკითხე ვიქტორ დოლიძეს.
ბატონმა ვიქტორმა ძალიან ამომწურავი პასუხი გასცა, მაგრამ მაინც ცოტა ესეთი დიპლომატიურ ფარგლებში ჩასვათ. თქვენ ყოველგვარი კითხვის გარეშე, თქვენს წინასწარ გამოსვლაში პირდაპირ დაარქვით ყველაფერს თავისი სახელი, რომ როდესაც აბსოლუტურად უსამართლო ზეწოლები მოდის ქვეყანაზე. ეს არის არა იმის გამო, რომ თქვათ კანდელაკი გულისხმობა ნაციონალ კანდელაკს გიორგის ანჩიორა თაქთაქიშვილი ჩადიან და კარგად უხსნიან ტყუილებს და თქვენ ამხელა დიპლომატიური გამოცდილების მქონე ადამიანები ვერ უხსნით სიმართლეს და ვერ აჯერებთ. არა, იმიტომ რომ მათი ინტერესები ემთხვევა ერთმანეთს. იმათ უნდათ აქ თავისი აგენტურა ჰყავდეთ ხელისუფლებაში, ამათ უნდათ რომ ხელისუფლებაში იყვნენ, რომ იმათი დავალება შეასრულონ. ვისი მოსმენაც უნდათ იმას ეუბნებიან. აი ამიტომაც არის ხოლმე რომ და არა იმიტომ რომ ვიღაცა ვერ იგებს და რაღაცას ვერ ვაგებინებთ. ხო, ანუ ბატონო, აბსოლუტურად ასეა. კი ბატონო, ანუ ინტერესები არის ამ შემთხვევაში მთავარი, ვინ ისავს სამშობლოს ინტერესს და ვინ უცხო ქვეყნის ინტერესს. ყოველთვის იქნება. ესეა პოლიტიკა მაპატიეთ, ცოტას კიდე გავავრცობ. პოლიტიკაში რო მიუღებელი მეთოდები ყოველთვის არსებობდა, ეს ცნობილი ამბავია და მაკიაველის თუ დავესესხებით, გამართლებაც კი აქვს იმას, რომ თუ რამის მიღწევა გინდა არა აქვს მნიშვნელობა რა მეთოდებით აღწევ. კარგი მეთოდებია ეს თუ ცუდი, მაგრამ არსებობს წითელი ხაზები, განსაკუთრებით ისეთი ქვეყნისთვის, ისეთი საზოგადოებისთვის, ისეთი ადგილას მყოფის და ისეთი ისტორიის მქონეს, როგორც ჩვენი ქვეყანა, რომ ამ წითელი ხაზების გადაკვეთა არის მიუღებელი როგორც საზოგადოებისთვის ქვეყნის შიგნით და მომავლისთვის ჩვენი ქვეყნის. ასევე საერთაშორისო ანტისახელმწიფოებრივი დამოკიდებულება როგორც მეტი არაფერი. ანუ თქვენ წინა წლებში როცა აქტიურ დიპლომატიაში იყავით, შეიძლება მორიდებოდით ამ განმარტებას, მაგრამ დღეს მე მგონი როგორც ექსპერტი დამეთანხმებით, რომ როდესაც ასეთი თანხვედრა ხდება ინტერესების შიდა პოლიტიკური ძალების და გარე თასი და ეს არის ანტისახელმწიფოებრივი, ეს აგენტურაა და მეტი არაფერი. კი ბატონო, გეთანხმებით. მეორე ამის გაგრძელება კოჰაბიტაცია ყველაზე მეტად შეეხო საგარეო საქმეთა სამინისტროსო თქვენ ბრძანეთ. ნუ ჩემი აღქმა ესეთია, რა ვიცი. თქვენ თუმცა ახმებზე შეგვიძლია ვიგულისხმოთ რა, რომ ძალიან ბევრი დიპლომატი, რომელიც იყო საელჩოებში, ან რომელიც იყო შეიძლება დღესაც არის საგარეო საქმეთა სამინისტროში, საელჩოებშიც, დიპლომატები, თანამშრომლები, პრაქტიკულად ისინი მოქმედებდნენ სახელმწიფოს ინტერესების წინააღმდეგ, უცხო სახელმწიფოების ინტერესების სასარგებლოდ. ასე შეგვიძლია გავიგოთ ეს ამბავი? უფრო თავის სახელმწიფოს ინტერესების წინააღმდეგ, ვიდრე უცხო სახელმწიფოების შეიძლება იმათ სასარგებლოდ მანდამაიც არ მოქმედებენ, მაგრამ ესე გამოდის, როდესაც მე რა მაგალითად მოვიყვანა იმას აკეთებ, ეს ნიშნავს, რომ შენ სახელმწიფოს და შენ მთავრობის წინააღმდეგ და შესაბამისად არჩეული მთავრობის წინააღმდეგ, ქვეყნის წინააღმდეგ გამოდიხარ. პრაქტიკულად ესეა. მადლობა, გვარს არ დავასახლებ, მაგრამ ერთი ძალიან ისეთი გამოცდილი ქართველი დიპლომატის ნათქვამს ვიტყვი თავის კოლეგების დახასიათებაზე, რომ არიან კი ძალიან ცუდი დიპლომატები, რომლებიც სხვა ქვეყნის ინტერესებს ემსახურებიან პირდაპირ როგორც აგენტურა, მაგრამ სამწუხაროდ კარგ დიპლომატად დღეს ითვლება ის, რომელსაც გულწრფელად გონია, რომ მისი მიზანი არის არა ის, რომ საქართველოს ინტერესების ლობირება მოახდინოს იმ ქვეყანაში, სადაც ის მსახურობს, არამედ იმ ქვეყანაში, რასაც იტყვიან, იმის სიმართლეში დააჯეროს აქ ჩვენი ქვეყნის ხელისუფლება, ესეთი აცდენაა და ბევრი რამე ალბათ ამ სფეროში არის გამოსასწორებელი. მესამე საკითხი თქვენს ახსენეთ ბატონი ვიქტორიც აღმოსავლეთ ევროპელები ყოფილი სოციალისტური ქვეყნების რადიკალ და განსაკუთრებით ბალტიისპირეთის ქვეყნების რადიკალური ცვლილება საქართველოსთან დამოკიდებულებაში. აქ მე მაინც ჩემს აზრს ვიტყვი, როგორ მოქმედებენ ისინი, მართლაც 30 წელია უყურებ. ეროვნული მოძრაობიდან მოყოლებული, აგერ ჩემზე გაცილებით მეტი კავშირი ქონდა ბალტიისპირელ დისიდენტებთან, მაშინდელებთან, ბატონ ირაკლი ხადაგიშვილს ვიცნობთ მათ. იქ იყვნენ პოლიტიკოსები, რა ვიცი, ვიტაუტას ლანდბერგისი, რომლის შაუმავალი საგარეო საქმეთა მინისტრის რანგში 2 წლის წინ ჩამოსული იყო გაბრიელუს ლანდბერგისი და რევოლუციას მოწყობას ცდილობდა თბილისში. ანუ აბსოლუტურად ანტისახელმწიფოებრივ საქმიანობას ეწეოდა. რასა იუკნევიჩიანი, რომლის განცხადებები პირდაპირ შეგვიძლია
ფასოდ როგორც ანტიკართულიან დღეს უკვე ევროპელ დიპლომატად გამხდარი კაია კალასი, რომელსაც ასევე ქართული განცხადებები ჰქონდა, მაგრამ იყვნენ ისეთი დიპლომატები კი არა პოლიტიკოსები, რომლებიც მართლა ლეგენდები იყვნენ თავის დროზე და დღემდე ძალიან საპატივცემულო სახელებას რჩებიან, როგორც არის მაგალითად ვაცლავ ჰაველი, ლეგენდა ადამიანი, მაგრამ ყველა მათგანს აერთიანებს ერთი რამე, რომ თუკი მათ აქვთ პანიკური შიში რუსეთის და ზიზღი და სიძულვილი სამავდროულად და თუკი რუსეთის წინააღმდეგ ბრძოლის პირველ ხაზზე დგები, მათი მეგობარი ხარ, იმიტომ რომ ეს მათ აცილებს საფრთხეებს და სულად ნაკლებად დაინტერესებს ამ შემთხვევაში შენი ქვეყანა რა საფრთხის წინაშე დგება და როცა ამას არ აქვს და ამიტომაც სააკაშვილი მოსწონდათ კი ბატონო, იმიტომ რომ მათ საფრთხეებს აცილებდა და როცა ამას არ აკეთებ, ეგრევე ხდები მათთვის მიუღებელი და ცდილობენ ლობირება გაუკეთონ იმ ძალებს ქვეყნის შიგნით და მათ შორის სახელმწიფო გადატრიალებებსაც პირდაპირ ლაპარაკობდნენ პარლამენტის წინ მიტინგზე, რომ ის მათ უნდათ საქართველოში იხილონ ახალი მაიდანი, ხო? მიუღებელი ხდები და ცდილობენ ლობირება გაუწიონ იმ ძალებს, რომლებიც ადვილად გასწირავენ ქვეყანას. ასეა? ასე ხედავთ? მე ჩემი აზრს მოგახსენებთ ბალტიის ქვეყნებზე. აქ ძალიან ჩემი აზრით საკმაოდ მნიშვნელოვან როლს თამაშობს ისტორია. თუ გახსოვთ საბჭოთა პერიოდში თელ ეხლა დანარჩენ ეგრეთ წოდებულ საბჭოთა კავშირს ეძახდნენ რუსეთს, რაშა და ბალტიის ქვეყნებს არ ეძახდნენ რუსეთს, იმიტომ რომ ისინი გვიან შეერთა, მათი ანექსია რუსეთმა გვიან მოახდინა და ამერიკის კონგრესში ესეთი წესი კი იყო, რომ ყოველ წელს ფეხზე დგებოდნენ ხოლმე ოკუპაციის დღეს ბალტიის ქვეყნების საბჭოთა პერიოდში და იხსენებდნენ იმას, რომ ბალტიის ქვეყნები ოკუპირებულია რუსეთის მიერ და დანარჩენ საბჭოეთს ოკუპირებულს არ ეძახდნენ არავის. ბალტიელები ყოველთვის ოკუპირებული იყვნენ და ისინიც ესე ოპოზიციაც და სულ ყველაც ესე გაიზარდა, რომ აი ჩვენ ყოველთვის ოკუპირებული ვიყავით და ჩვენ ვიყავით რაშა, რუსეთის ნაწილი. იმიტომ რომ ეხლა ვერ ვათქმევინებთ ხოლმე ზოგიერთს, რომ ოკუპაცია სიტყვა ახსენოს და ეხლა მაშინ წარმოიდგინეთ, რომ საბჭოთა პერიოდში და ითვლებოდა ისე, რომ ეს არის რუსეთის გავლენის სფერო, ყოფილი საბჭოეთი. გარდა ბალტიის ქვეყნებისა, ისინი ყოველთვის განსაკუთრებულ და ამან ცოტა არ იყოს ბწყალებში, რო ვთქვათ, ცუდად იმოქმედა, გააფუჭა ეს ბალტიის ქვეყნები და იქიდან გამომდინარე თვლიან, რომ შეუძლია ჭკუა დაგარიგონ, შენზე უფრო ევროპელები არიან, შენზე უფრო ოკუპირებული იყვნენ და ამიტომ ჭკუა გასწავლონ, ჭკუა დაგარიგონ და რაღაცები უფრო ევროპელის პოზიციიდან გელაპარაკონ. ამას აქვს ესეთი და ჩეხების და ესეთი ისტორიულად გამოვლილი და მაშინ როცა ოდნა ვეჭვიც კი ჩდება ან პროპაგანდა ეგრეთ წოდებული ოპოზიციის მუდმივად აწოდებს, რომ რუსული ის მთავრობა რუსულ ნაბიჯებს დგამენ, რუსულ რაღაცას აკეთებენ, ამას იქიდან მოყვება მწვავე რეაქცია, რომ როგორ ჩვენ მტრებთან და საერთოდ ყველა მტრებთან რუსეთთან ესენი ძალიან კარგად ვაჭრობენ ჩვენს მტრებთან და მაგაში ორი აზრი არ არის და აგე საქართველოს რო აჯობებენ ბალტიის ქვეყნები ღვინით ვაჭრობაში რუსეთთან, იქ რაიმე ცივილიზებულ სტანდარტზე ლაპარაკი და ღირებულებებზე ტყუილია. ნუ კაია კაცმა არ იცის რას აკეთებს მისი ქმარი და მამა და ეხლა. კი, პირდაპირ ამბობენ ყველა განცხადებაში, რომ უკრაინაში ომი არ უნდა დამთავრდეს თითქოს, იმიტომ რომ მერე ჩვენი ჯერი დადგება და ამიტომ დაიხოცონ უკრაინელები და ამისთვის გვწირავდნენ ჩვენც. ეს ისე წიაღსვლები. ეხლა უბრალოდ ერთი თქვენ რაც თქვით იმ საკითხის დაზუსტება მინდა და ამიტომ რომ ცოტა აცდენა გამოგვივიდა თარიღებში. თქვენ თქვით, რომ შვიდში საღამოს ჯერ კიდევ ომის დაწყებამდე მიიღეთ აქედან წერილი, სადაც ეწერა, რომ ვაკონტროლებთ ლამის სოროკის გვირაბამდე და მეორე დღეს მიხვედით საგარეო საქმეთა სამინისტროში და იქ დაგხვდათ CNN-ზე გაკეთებული განცხადება, რომ ორჭოსანთან აუხვეს ტანკებმა. აქ თარიღებში გვაქვს აცდენა, იმიტომ რომ 7-ში თუ ეს წერილი ნამდვილად თუ 7-ში მიიღეთ და ეს არის დასაზუსტებელი. ძალიან მნიშვნელოვანი ინფორმაცია. 8-ში ორჭოსანი ვერ იქნებოდა, იმიტომ რომ ორჭოსანი თუ არ ვცდები იყო 11-ში. შეიძლება 10-ში ან 12-ში, მაგრამ უფრო 11-ში იყო და აი ეს იქნებ გაიხსენოთ ზუსტად როგორ იყო. ან თუ დღეს ვერა მოგვიანებით იქნებ დავასრულოთ. შეიძლება უფრო გვიან მივედი, შეიძლება მეშლება, მაგრამ 8-დან რო ფაქსი გათიშული იყო
და მე ის ფაქტით მივიღე. ანუ 8-ში ვერ მიიღებდი ესე იგი. ამიტომ აქედან გამომაქეს დასკვნა რომ 8-ში ვერ მივიღებდი. შესაძლოა შეხვედრა მოახერხეთ რამდენიმე დღეში. შესაძლოა შეხვედრა ერთი დღის ხო არ ვიცი ეს გასაცდელი მაგრამ ხო, ფაქტია რომ ეგ ძალიან მნიშვნელოვანი დოკუმენტი იქნება თუ მოვიპოვებ და ძალიან მნიშვნელოვანი ამ დოკუმენტის ხომ არ გაქვთ ეს წერილი შენახული სადაც? არა. ეგ ისეთი წერილია რომ იქ უნდა იყოს ის გამოტანა არ შეიძლება. გასაგები. და მაშინ ამ წერილში უფრო ზუსტად კიდევ რომ გითხრათ რაც უნდა არა, მე რაც მახსოვს ის გითხარით რომ პრაქტიკულად ვაკონტროლებთ და აი ყველაზე უფრო ის პასაჟი დამამახსოვრდა რომ იმუშავეთ ადგილსამყოფელ ქვეყნის მთავრობასთან რომ რუსებმა არ მიცენ ამაზე აგრესიული რეაქცია ამ ჩვენ უკვე მომხდარ გაკონტროლებაზე. გასაგებია. ბატონო კოტე, თუ კოლეგებს კითხვები არ აქვთ, მე მაქვს ორი პატარა კითხვა. თქვენ ფუკუიამა ახსენეთ და ყველამ ვიცით, რომ მან გვიწინასწარმეტყველა მსოფლიოს და ამისთვის ბევრი იმუშავა, გამოსცა ძალიან პოპულარული ნაშრომიც, რომ ერთ მშვენიერ დღესო მან თქვა, მოდის უკვე ის დრო, როგორც იქნა დადგა დრო, როდესაც ჩვენ ყველანი დედამიწაზე ერთ დიდ პლანეტარულ სოფელში ვიცხოვრებთ. და ის ძველი ისტორია, რაც ჩვენთვის ძალიან კარგად არის ცნობილი და ტრადიციულიო და რასაც შეჩვეულები ვართო, ესო დასრულდაო. ეს გვამცნო მან და ეს არის ფუკუიამას თეორია, ასე ვთქვათ. დღეს ჩვენ ბატონი ფუკუიამა გვევლინება ნაციონალური მოძრაობის ერთ-ერთ უცხოელ იდეოლოგად. შეიძლება ეს წმინდა წყლის კომისიის მუშაობისთვის ერთი შეხედვით არ ჟღერდეს ეს კითხვა როგორც აუცილებლად საჭირო, მაგრამ მე მგონი რომ მნიშვნელოვანი და საინტერესოც არის. რატომ ხდება ეს? თქვენ ხომ არ თვლით ტესტავ თქვენთან იმ აზრს, რაც მე ჩემთვის მქონია, იმიტომ რომ თქვენ ამ დარგის გამოცდილი სპეციალისტი ბრძანდებით. ხომ არ არის მეთქი, მე ჩემთვის მიფიქრია, ეს იმის გამო ხომ არ ხდება ფუკუიამას მხრიდან, რომ საქართველოს მისთვის არის რაღაცა ტიპის ადგილი, სადაც მისი თეორია ან უნდა გამართლდეს, ან უნდა გამტყუნდეს და მისთვის რა თქმა უნდა მნიშვნელოვანია, რომ მისი ეს თეორია, რომ გლობალიზაცია მოხდა და წარმატებით დასრულდა და წაიშალა ყველანაირი ზღვარი და იმასაც საყვედურობს თავის სხვა ცნობილ კოლეგას, რომ რაღა დროის ცივილიზაციებია და რაღა დროის ცივილიზაციებს შორის დაპირისპირებებია, ჩვენ ყველანი ვართ ერთნი. და ცდილობს, ასე ვთქვათ, ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ საქართველოში მისი თეორია გამართლდეს. თუ რა არის მიზეზი იმისა, რომ ბატონი ფუკუიამა იქცა ლამის ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან ხაბეიშვილად. რითი ახსნით თქვენ ამას? ამხელა გამოცდილების დიდი დოქტრინის და პარადიგმის ავტორი. მადლობთ კითხვისთვის, რა თქმა უნდა, ფუკუიამა საქართველოსაც მოიაზრებს, როგორც თქვენ ბრძანეთ, იმ პატარა ქვეყნად, რომელიც, მე ქვეყანა პრაქტიკულად თავის სახელმწიფოებრიობის ატრიბუტებს დაკარგავს და უნდა დაემორჩილოს მსოფლიო მთავრობის, ასე ვთქვათ, მართლობას. მაგრამ ფუკუიამას სხვა შორის მე მგონი ორდენიც გადასცეს აქ ჩვენთან თუ კარგად მახსოვს. მაგრამ ფუკუიამას რომ გამოაქვეყნა თავის ნაშრომი მაშინვე პრაქტიკულად იმავე დროს გამოქვეყნდა, რომლის პრეზენტაციასაც ვესწრებოდი შეიძლება ჰანტინგტონის ცივილიზაციათა შეჯახება. და ეხლა რაც ხდება მსოფლიოში, ძალიან ბევრი წერს, რომ ძალიან ბევრი რამე მართლდება იქიდან, რაც არის აღწერილი ჰანტინგტონის ცივილიზაციათა შეჯახებაში, ზუსტად იმ საზღვრებზე
ხდება ეს კონფლიქტები და ყველაფერი რაც ჰანტინგტონს აქ აღწერილი და მანამდე ჰქონდათ გეოპოლიტიკოსებს აღწერილი და არა ფუკუიამამ რაც იწანასწარ მეტყველა. ხო და ამიტომ ხომ არ არის იმედგაცრუებული და არის მაგის თქმა მინდა რომ ნამდვილად არის იმედგაცრუებული და სასურველის რეალობად წარმოჩენას ცდილობს და აქაური ოპოზიცია და მათი ეს შეხვედრები ყოველწლიური რომელსაც აწყობენ და ყოველწლიურად პატიჟებენ ფუკუიამას მას აძლევს იმის საშუალებას რომ მას კიდე ყავს სხვადასხვა ქვეყანაში მომხრეები რომლებიც აი მის თეორიას იზიარებენ და არა თუ იზიარებენ არამედ აპირებენ თუ მოვლენ ხელისუფლებაში რომ მე იმ ქვეყანაში გაატარონ ეს მომენტი ნამდვილად კეთახმებით არის ალბათ კი ბატონო და მეორე თქვენ ბევრჯერ ახსენეთ ინტერესი თუ ინტერესი ემთხვევა ეს არის წამყვანი და არა ის რომ შენს ქვეყანას მხარს უჭერ და ეს ვინმესთვის იყოს გულის ამაჩუღებელი რა არის ეს ინტერესი თქვენი აზრით რაც ემთხვევა ნაციონალური მოძრაობის ინტერესი და ზოგიერთი ჩვენი უცხოელი პარტნიორის ინტერესი რაც არის წამყვანი და მათ ამის გამო არ აინტერესებთ ვანო მერაბიშვილის ხელში რას გავდა სახელმწიფო იყო მკვლელობები გამოუძიებელი წამებები დროებითი დაკავების იზოლატორებში ადამიანების ღირსების შეურაცხყოფა მათ ეს არ აინტერესებთ რა არის ეს ინტერესი რის გამოც ისინი თვალს ხუჭავენ ის რაც დევს ლიბერალ გლობალისტების თეორიაში მიდგომაში ამაში ემთხვევა მათი მიდგომები ერთმანეთს აი რო ვახსენებთ სულ deep state-ს მე უფრო ომის პარტიას დავარქმევდი იმიტომ რომ ლიბერალ გლობალისტების შეხედულებები და ომის პარტიის შეხედულებები ემთხვევა ერთმანეთს უბრალოდ ისინი ცდილობენ ის იდეოლოგია ინსტრუმენტად გამოიყენონ ეს ომის პარტია და ამას ძალიან ბევრ ქვეყანაში კი არა საერთაშორისო იმაზე ჯერჯერობით ახერხებენ მაგალითად ახერხებენ იგივე ევრობიუროკრატების მეშვეობით რომლებიც ნუ რამდენს ვლაპარაკობთ რომ რაც არ უნდა გააკეთო საერთოდ თუ ატყობთ ეს დამოკიდებულება ტრამპის ხელისუფლებაში მოსვლის მერე აბსოლუტურად ევროპაში ამერიკის შეერთებულ შტატებზე საუბარი ერთი პერიოდი დაიწყო და მერე გაჩუმდა და გადაიტანეს აბსოლუტურად სხვა მიმართულებით რომ ისეთი ქვეყნები როგორც ჩვენა ვართ რომელსაც კონსტიტუციაში გვაქვს ჩაწერილი ჩვენი ევროპული მისწრაფებები და რომელიც თვლით რომ ჩვენი მომავალი ცივილიზებულ ეგრეთ წოდებულ ისეთ ევროპაშია სადაც ძველი ტრადიციები ტრადიციული ევროპული ტრადიციები იქნება შენარჩუნებული აი ამაზე გაკეთდეს პედალირება და არა იმაზე ამერიკაში რა ხდება და ეს ვინმეს მოწონს თუ არ მოწონს ეს აი განსაკუთრებით ბოლო პერიოდში ჩემი აზრით აშკარად გამოჩნდა თავიდან თუ მთლიანად ტრამპის პოლიტიკას აკრიტიკებდნენ ეს ევროპელები და ხელმძღვანელები ასე ვთქვათ ლიდერები ევროპის ეხლა ცალ-ცალკე ცდილობენ რომ დაალაგონ ურთიერთობა ტრამპთან დაწყებული შედარებით პატარა იტალიიდან დამთავრებული რა ვიცი ევროკავშირის უკვე არაწევრი ბრიტანეთიც და გერმანიაც და ისიც და ეს გაგრძელდება მე მგონი ცალ-ცალკე შეეცდებიან დაალაგონ ნუ ისეთ ორგანიზაციაში როგორც ნატოა ეს ცალ-ცალკე არ გამოვა და აუცილებლად იქ რაღაც საერთო შეხების წერტილები უნდა მონახონ მაგრამ არავინ არ მეაქცია ჩემი აზრით ყურადღება ძალიან ცოტა მეაქცია ყურადღება იმას რომ ეხლა რომ გამოაცხადეს რომ შეთანხმდნენ რომ 5% დაეხარჯება ბიუჯეტის ესე არ არის ნამდვილად იქ იმდენი პირობაა ჩერტი 35 წლისთვისო და მეორეთი იმდენი პირობაა ჩადებული ჩერტი მეორეთი ესპანეთმა პირდაპირ განაცხადა რომ აბსოლუტურად განსაკუთრებულ პირობებს მოითხოვს და ამაზე უარი არ უთქვია მიუხედავად იმისა რომ ხელი მოაწერა ნატოში ამ საბოლოო დოკუმენტს მაგრამ იმდენად შეარბილა იქ ტრამპის იყოფნა ამ დოკუმენტის შინაარსი დაწყებული ამით და დამთავრებული უკრაინას მხარდაჭერით და მიღება არ მიღების საკითხით რომ გამოვიდა პრაქტიკულად რომ მარტო განცხადებები დარჩა და შიგნით შინაარსი რაც არის იმის განხორციელება როდის მოხდება და პრაქტიკულად მოხდება თუ არა მე მგონი არავინ არ იცის
კი ბატონო, სანამ დაგემშვიდობებით რა კი ორდენი ახსენეთ, გიორგი მარგველაშვილმა ფრანსის ფუკუიამას პრეზიდენტის ორდენი გადასცა. ხო, არ მახსოვდა ვინ გადასცა, რო გადასცეს. თქვენ როგორ ფიქრობთ, ეს იყო ქართული ტრიპაჩობა, როდესაც ქართველი ხანდახან იმდენად სტუმართ მოყარეა, რომ ადამიანს ჩამოხსნის და ხანჯალს აჩუქებს და არ გაარკვევს წინასწარ ის არის ღირსი თუ არა იმ ხანჯლის რო აჩუქო, ასეთებიც ხდება. ამასთან ქონდა საქმე თუ გიორგი მარგველაშვილიც იზიარებს ამ გლობალისტების თეორიას. თქვენ როგორ? მე მგონი ერთიც არის და მეორეც, მაგრამ უფრო პირველი. რა ვიცი, მარგველაშვილის მხრიდან მე ესე მგონია და ხანჯალს რაც შეეხება ბატონი შულცის წიგნი, არ ვიცი თუ გაქვთ წაკითხული, მაგ შევარდნაძის ხანჯლის გადაცემით იწყება და მაგით მთავრდება. როცა გადასცა მაშინ ხანჯალი და განიარაღებაზე რომ მოლაპარაკება დაიწყო, უთხრა რომ აი მე უკვე განვიარაღდი და ეხლა შენი ჯერიაო და ისე იხსენებს ის რომ ამის ხათრით დაიწყე მოლაპარაკება საბჭოელებთან განიარაღებაზე. ნუ შულც დიდი დამსახურება აქვს ჩვენი ერის წინაშე, ასე მგონია მე და შევარდნაძესთან ვერ მივა მარგველაშვილი ბევრიც რომ იწვალოს ალბათ დიდხანს. ბატონი სოზარი, ბატონი ირაკლი და უნდა მერე ნაგემშვიდობოთ. ბატონო სოზარი. რო დამასობაში ბატონმა გურამ მაჭარაშვილმა პატარა კვლევა ჩაატარა და გასაგებია რატომ მიხვედით ასე გვიან, ესე იგი 11 ეს არის ანუ ორჯოსანის გამოცხადების დღე ეს არის ორშაბათი, შესაბამისად შაბათ-კვირას გასაგებია საგარეო საქმეთა სამინისტრო არ იმუშავებდა და ძალიან დიდი მადლობა, ეგ არ მახსოვდა ნამდვილად. ამიტომაც ეს გასაგებია, ანუ ან 7-ში იყო რომ მიიღეთ, ან 8-ში. 8-შიც რომ მიგიღოთ, თუმცა 8-ში თქვენ ამბობთ რომ ფაქსი გათიშული იყო და ხო, შაბათ-კვირას ვერ მივიდოდი. მადლობა ბატონო გურამ. გაუგებარია მსგავსი ტიპის წერილის არსებობა. 7-ში ბატონმა გურამ. მადლობა. აპარატი დაგვეხმარა. დიდი მადლობა ბატონო გურამ, ნამდვილად არ მახსოვდა ეგ შაბათ-კვირა. მადლობა. ბატონი ირაკლი მე მოკლე კითხვა არ არის, უბრალოდ თქვენ მსჯელობის გაგზელება არის, როდესაც ბალტიისპირელებზე ვსაუბრობთ და საერთოდ ინტერესებზე. მე კარგად მახსოვს, რომ ბალტიისპირელების პოლიტიკა იყო, ასე ვთქვათ, ორ ნაწილად გაყოფილი. ერთი იყო მთავარი პოლიტიკა, რომელიც გულისხმობდა პერესტროიკის ფარგლებში ბალტიის, ასე ვთქვათ, განვითარებას და ამას დასავლეთი ძალიან უწყობდა ხელს. და მაშინ ამ პერესტროიკის ფარგლებში სწორედ ბალტიისპირელები იყვნენ, აი სახალხო ფრონტის პოლიტიკა, რომელიც ამბობდა, რომ ჩვენ საბჭოთა სტრუქტურებში უნდა შევიდეთ ბალტიისპირა ქვეყნებში. ამიტომ ეს რადიკალიზმი, რომელიც დღეს არის, ასე ვთქვათ, ბალტიელების მხრიდან საქართველოზე პროეცირებული, სულაც არ გამომდინარეობს, ვთქვათ, იმ გამოცდილებიდან, რომ მათ პერესტროიკის პერიოდში საბჭოთა პერესტროიკასთან თანამშრომლობა ჰქონდათ. ამიტომ ეს არის ინტერესების მკაფიო მაგალითი. დღეს, როდესაც საქართველო ცდილობს, რომ რუსეთის აგრესია არ პროვოცირდეს და ჩვენ თავზე ისევ არ დავიტეხოთ ის აგრესია, რაც შეიძლება რუსეთის მხრიდან პროვოცირების შემთხვევაში წამოვიდეს, ამას ყურადღებას არ აქცევენ და მოწოდებები ხედავთ როგორიც არის. მაგრამ როდესაც ინტერესი მათ შორის დასავლეთისა და საბჭოთა კავშირისა აი ამ პერესტროიკის დროს ემთხვეოდა, მათი პოლიტიკა დასავლეთიდანაც კაფიოდ ხარდაჭერილი იყო პერესტროიკის ფარგლებში სახალხო ფრონტის პოლიტიკის გატარებასთან დაკავშირებით. აი ეს არის ნათელი მაგალითი ინტერესებისა. და ამას რატომ ლაპარაკობთ? ლაპარაკობთ ისევ იმ ჩვენი მოქალაქეების გასაგონად, ვისაც გონია, რომ დღეს რო ვიღაცა რევოლუციისკენ მოგვიწოდებს, აქ რაღაცა, ასე ვთქვათ, ნათელი იდეალებით ხელმძღვანელობს. მათი, ასე ვთქვათ, წამქეზებელთა მიზანი არის სწორედ ინტერესი, რომ საქართველო გახდეს კიდევ ერთი დაპირისპირების ხაზი რუსეთთან. რომ იმ გლობალურ დაპირისპირებაში რუსეთის ძალები დაიქსაქსოს. იმ გლობალისტისათვის ეს სწორი გეგმა არის, მაგრამ ამ ჩვენი ქვეყნისათვის არის დამანგრეველი გეგმა. სწორედ აქ არის წინააღმდეგობა ლიბერალურ გლობალისტურ მოძრაობასა და ეროვნულ დემოკრატიულ ქართულ მოძრაობას შორის. აი ეს განსხვავება უნდა ყველამ კარგად დაინახოს და გაათვალისწინოს და
ქართული ეროვნული და დემოკრატიული აზროვნება იყო, ვინც ილია ჭავჭავაძის, ასე ვთქვათ, განახლებული ძალისხმევით თანამედროვე საქართველოს ჩაუყარა საფუძველი. მიუხედავად მათ შორის საბჭოთა კავშირის პერიოდისა, ეს ილიას და სხვა იმ ქართველთა დროშა სწორედ 21 საუკუნის, მე-20 საუკუნის ბოლოს და 21 საუკუნის დღევანდელობაში არის გაცოცხლებული. და ჩვენ ამ დროშას, რა თქმა უნდა, ბოლომდე გავიტანთ და წარმატებით დაასრულებს საქართველოს თავის დამოუკიდებლობის და ევროპისაკენ სწრაფვის გზას. უბრალოდ ეს პარალელი გავავლე აი ამ ისტორიასა და დღევანდელობას შორის, თქვენი საუბრიდან გამომდინარე სხვათა შორის. მადლობა, მე მინდა გითხრათ, პატარას დავამატებ, მარტო საქართველოს არ განიხილავენ ყოფილი საბჭოეთის ტერიტორია ვახსენე ეგრეთ წოდებული. აი რუსეთთან ომი უნდა იყოს იქ თუ იქნება. იმას არ უნდა გამოცდეს. რახან რეალპოლიტიკიდან გამომდინარე ძალიან ბევრისთვის ყოფილი საბჭოეთი არის ისე რუსეთის გავლენის სფერო ბჭყალებში, რომელიც ჯერ კიდევ რუსები ამბობენ ხოლმე გარბაჩოვის დროს დაპირდნენ, რომ ეს თქვენი გავლენის სფეროა და სულ თქვენი გავლენის სფერო იქნება. ძალიან ბევრია დასავლეთში სამწუხაროდ ისეთი, რომელიც ესე თulis. ამიტომ თუ რუსეთთან კონფლიქტი აი იქ იქნება და ისინი ეს ქვეყნები აიღებენ თავზე ამტვირთს და ჩვენთან არ მოვა ნამდვილ ევროპამდე. აი ამაზე მუშაობენ, რომ ყოფილი საბჭოეთის ტერიტორიაზე მოთავდეს, ასე ვთქვათ, ბჭყალებში ეს რუსეთთან დაპირისპირება. მადლობა ბატონო კოტე, უღრმესი მადლობა რომ შეგვაჯამებინეთ ყველა ის გამოსვლა, რომელიც დიპლომატებს, დეპუტატებს ჩვენს წინაშე ჰქონდათ. იმასთან დაკავშირებით თუ რა პროცესები წარიმართა საერთაშორისო ასპარეზზე საქართველოს სახელმწიფო და საგარეო პოლიტიკური ინტერესების წინააღმდეგ ბოლო წლებში. ეს ძალიან მნიშვნელოვანი იყო ჩვენთვის და რაც კიდევ უფრო მნიშვნელოვანია დასკვნაში სხვადასხვა შეფასების გაკეთების მიზნებისათვის. დიდი მადლობა. მადლობა თუ შევძელი რომ დიდი მადლობა ასევე იმ ყველაფრისთვის, რაც დამოუკიდებელი საქართველოს დიპლომატიური სკოლის ჩამოყალიბებისათვის გიკეთებიათ. დიდი მადლობა.